გამარჯობა. თქვენ უყურებთ და უსმენთ პოდკასტს წარმატების ისტორია. ეს არის რადიო სივრცე FM 98.5 და მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ლეგენდარული მეკარე ბატონი ოთარ გაბელია. ბატონო ოთარ, გამარჯობათ და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ. თქვენ იმდენად დიდ ისტორიას მოიცავთ, რომ მე უნდა წავიკითხო რაიმე რომ არ გამომრჩეს თქვენი რეგალიებიდან. ეს არის სხვადასხვა დროს იცავდით ზუგდიდის დინამოს, სოხუმის დინამოს, ქუთაისის ტორპედოს, თბილისის დინამოსა და დიახ, საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსება, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი ბრძანდებით საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი და ფინალისტი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, თბილისის დინამოს შემადგენლობაში, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი და ღირსების ორდენის კავალერი და ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რაც შეგვიძლია წავიკითხოთ, იმიტომ რომ კიდევ ბევრ ჯილდოს და 79-ში საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარე. ის გამორჩენია. მაგია დამიკარგოთ. ბატონო ოთარ, უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის. დასაწყისში ასეთი კითხვით შემოვალ. სულ ცოტა ხნის წინ დამთავრდა მსოფლიო ჩემპიონატი და საინტერესოა ვის გულშემატკივრობდით თუ საიდუმლო არ არის, ვინ იყო თქვენი ფავორიტი გუნდი? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ გადაცემას და წარმატებას გესურვებთ. ამ ჩემპიონატზე გულშემატკივრობა ფეხბურთს გულშემატკივრობდი, მაგრამ მე ბავშვობიდან საერთოდ რაც ფეხბურთი მე მახსოვს, იტალიის კომაგი ვიყავი და არ ვღალატობა, ორჯერ თუ სამჯერ ვერ მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ იცით რა არის, როცა ერთ გუნდს ხომაგო ბავშვობიდან, ბოლომდე უნდა უხომაგო. გაჭირვებაშიც უნდა დავუდგე გვერდში. იმიტომ რომ ესე სამწუხაროდ იტალია ვერ მოხდა. ხო, ვერ მოხდა და ამიტომ ნუ ახლა ფეხბურთს ხომაგო რა თქმა უნდა და მაინც მინდოდა ევროპელების გამარჯვება. და პრინციპში იმედებით გაგიმართლათ. და ამიტომ ლამაზ ფეხბურთს თავისთავად და კარგ ფეხბურთელებს ხომაგობდი, მაგრამ მინდოდა რომ ევროპას გაემარჯვა მსოფლიო ჩემპიონატზე. ძალიან შემეცოდა მესი და მისი გუნდი, მაგრამ ნუ ახლა ფეხბურთია ესპანეთი ძალიან კარგი გუნდია და შესაბამისად ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. მე ასე ვფიქრობ, რომ ღირსეული გამარჯვებული იყო. კი ბატონო. ბატონო ოთარ, დავიწყოთ თქვენი ისტორიიდან. რა იყო თქვენს მიერ ფეხბურთით დაინტერესების მიზეზი? აი ვთქვათ, ეს ბავშვობიდან გაინტერესებდათ, იყო ვინმე, ვინც იყო თქვენი ავტორიტეტი, მას უყურებდით და ამიტომ დაინტერესდით თუ უბრალოდ რაღაც ბუნებრივი ნიჭი, რომელიც მერე განავითარეთ? ეხლა ჩემ ბავშვობაში და იმ პერიოდში ყველა ახალგაზრდა დაგავებული იყო ფეხბურთი რა ესეთი ეზოში, თქვათ, სკოლებში, სკოლის გარეთ სულ დაძებნა ახალგაზრდობა და ჩემ პერიოდში მაინც მე შემაყვარა 66 წლის ჩემპიონატი რო იყო მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისში. მაშინ პატარა ვიყავი და ისე მიყვარდა ფეხბურთი, ნუ ავად გავხდი და სამომწყობო ჯიჯეგი, მაგრამ მამაჩემს ეუბნებოდი და დედაჩემს 12 საათზე იწყებოდა თამაში გვიან. და თუ არ მაყურებ თამაშს, მე ვთხარი რა გავიქცევი სამომწყობო მეთქედან წამიყვანდნენ მაყურებლები და ისე მომიყვანდნენ ადგილზე. რამდენი წლის იყავით? 66-ში ვიყავით 12 წლის. იმდა უკვე ასე გაინტერესებდა. ხო, მანამდე ფეხბურთი ახლა ყველა ბავშვის საქართველოში ყველა ახალგაზრდის გატაცება იყო. ნუ უფრო მეტად შემაყვარა 64 წლის თბილისის დინამო, რომელიც ჩემპიონები გახდნენ. პირველი ჩემპიონები, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები და იმ გუნდში ვარსკვლავების ცვენა იყო, ასე ვთქვათ და ცოტა რთული იყო საბჭოთა კავშირში, რომ თბილისის დინამო, საქართველოს და სხვა თქვათ ეროვნების რო გაიმარჯვა, უფრო მეტად მოსკოვის გუნდებს წყალობდნენ და ამიტომ ძალიან დიდი წარმატება იყო 64 წლის ჩემპიონები და იქიდან დაწყებული მიყვებით ამ ასე ვთქვათ საქმიანობას. მე რო თბილისის დინამოში მოხვდებოდი და ფეხბურთის თამაშები ძალიან დიდ დონეზე, მაგის გააზრება ცოტა რთული იყო. როგორ მოხვდით თბილისის დინამოში? ვინ იყო ის ადამიანი, ვინც ან დაგინახათ, ან დაინახათ თქვენი ნიჭი, ან შეიძლება თქვენ თვითონ მიყვედით? რა ისტორია რა იცით? ეტაპები იყო ეს ზუგდიდის შემდგომ სოხუმის დინამოში მოხვდი, იქ ჩავირიცხე ინსტიტუტში. იყო მშვენიერი მსმელი დიდი ფეხბურთელი იური გრამატიკოპულო, ესეთი იყო კიევის დინამოში თამაშობდა, თბილისის დინამოში თამაშობდა
და ალბათ გადაცეს უთხრეს რომ ესეთი ბიჭი აქ დაამთავრა და წავიდა სოხუმში და ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო ვინც ამ გრამატიკულ ბუსზე გასინჯეს ბიჭო მივედი და კარგად წამივიდა საქმე იქიდან მე სოხუმის ნამო მეორე ლიგიდან დაქვეითდა საბჭოთა პირველობიდან და სახში მინდოდა ისევ წამოსვლა და აქედან მეტყობა ჩემამცემლა ბატონ გიგანურაკიძე იყო ქუთაისის ტორპედოსნელი იმას უთხრა რომ ესეთი ბიჭი არის და იქიდან დამიზახეს ქუთაისის ტორპედოში მე ქუთაისის ტორპედოში 3 წელიწადი ვითამაშე და იქიდან უკვე თბილისის დინამოში ახლა ყველა მსნელი აკვირდება ახლა საქართველოში გუნდების შემადგენლობაში ვინ არის გამორჩეული და ეტყობა უეწოეთ ჩემი არ მისულა და არ მithოვია კი ბატონო მოხდე თბილისის დინამოში ბატონო სწორედ ეს მინდა დავაზუსტო რა მნიშვნელობა აქვს მწვრთნელს და მენეჯერს ზოგადად ანუ წარმატების მიღწევაში ადამიანს რომელიც სწორად ხედავს ნიჭს და პოტენციალს მათ შორის ამ შემთხვევაში სპორტსმენის და განვითარებაში უწყობს ხელს აი ამ კომპონენტზე რომ ხო ახლა არ თვითონ ფეხბურთელმაც უნდა თვითონ ფეხბურთელზე ძალიან ბევრი დამოკიდებული იმიტომ რომ ყველა მსვლელი კარგ რჩევას მოგცემს ყოველთვის და არიან ზოგიერთებს თქვა ესეთი ტიპის ფეხბურთელი მოწონს ზოგ სხვანაირი ტიპის მოწონს და თვითონ რომელი სტილი და რა დონის ფეხბურთელი მოწონს გემოვნებაზეც არის შეიძლება ესეთი ძლიერი ფეხბურთელი დარჩეს თქვა გუნდის გარეშე რომელიც სხვაგანთან მაგრამ თბილისის დინამოში მოხვედრა იყო ცოტა რთული რამ ხრივ იცი ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო რომელსაც თბილისის დინამოში არ უთამაშია მაგრამ იქ სხვანაირი ჰაერია თუ რაღაც არის იმ ბაზაზე რო შეხო დინამო სხვა არის ადამიანი რომელიც თქვა ქუთაისში ან სხვა გუნდში ქალაქში ძალიან ძლიერი და შეიძლება თბილისის დინამოში ვერ ითამაშოთ რაღაცნაირი არის უამრავი ფეხბურთელი იყო რომელიც თავის კლუბში ძალიან ძლიერი იყო, მსოფლიო დონის იყო, მაგრამ ნაკრებში ვერ თამაშობდა. ნუ რაღაც არის ეგეთი რაღაცები რა. რასაც ესე ვერ გავსაუბრებ. მწვრთნელებზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი რა მიმართულებით, რა დონის ფეხბურთელი. მე პირველ რიგში არის დისციპლინა აუცილებელი. რეჟიმის არღვიო ყოველდღიურად და ფეხბურთი არ არსებობს. არ გამოდის. დისციპლინის შესახებ მინდოდა ზუსტად მეკითხა, კონკრეტულად რაზე უწევს უარი თქვა სპორტსმენს ბევრ რამეზე უწევს, რა ვიცით? ყველა ფეხბურთელის კი არა სპორტსმენის, ნუ ფეხბურთელის უფრო მეტად მეუღლეები არიან, გმირები, რატო იცი, როცა ამხელა დონეზე თამაშობ, არა? წელიწადში სახში ხარ 2 თვე, სულ შეჯიბრებები, შეკრებები და თან ოჯახი, ბავშვების მოულა, გაზდა, რთული არის. ამიტომ ბევრ რამეზე უნდა თქვა ვარი, იმიტომ რომ ეს მოკლე ხანი არის ეს საერთოდ კარიერა, ნუ ფეხბურთელი თქვა ყველაზე დიდი 15 წელიწადი რო ითამაშა 15 წელიწად. ნუ არის ფეხბურთელი რომელიც 40 წლამდე მესი, რონალდო, ხო კი ბატონო. მე ეს ერთეულები არის და მე 37 წელს დავამთავრე და ნუ არიან ფეხბურთელები რომელსაც ისე მეორებრო ერთეულები არიან რომელსაც თქვა იყო ესეთი სტენდი მეტეუზე 59 წლამდე თამაშობდა. კი ბატონო გამონაკლისი. აუცილებლად ანუ სპორტსმენის წარმატების ფასი საკმაოდ მაღალია ხო? ბევრი რამე უნდა გადაადო გვერდზე, იცით რა არის რა ქვია სასიამოვნო გართობები და ეს ეხლა სამ რამეს თუ გამოიკიდებე ფეხბურთსაც იქ თქვა გართობასაც იმასაც სამს ერთად რო თქვა აიწყებ აი სამივეზე რაღაც პატივისცემით და თქვა იმის გაკეთებაზე ერთიც არ გამოგვერცა. რაც ჩაფიქრებული გაკითხვა აი ავირჩიე ხო სპორტსმენი ვარ და ფეხბურთელი ვარ სანამ შეგიძლია ბოლომდე უნდა ემსახურო იმას. თუ არ გამოგივა დიდი წარმატება არ ბევრს შეიძლება არ გამოვიდა მაგრამ კი ბატონო. ბევრ რამეზე უარი თქვა გიწევს რა ბევრ რამეზე. შედის კვება ვარჯიში. კვება თავისთავად ახლა დიეტოლოგები და ამაზე სპეციალობის ხალხი არიან ექიმებიც არის და მთლიანად ჩართვა ამ საქმეში. აუცილებლად. ეს არის წარმატების საიდუმლო აბსოლუტურად სწორია. მე მინდა ვისაუბროთ გამარჯვებისა და დამარცხების შესახებ, იმიტომ რომ თუ არა სპორტში სად არის ამდენად ახლოს გამარჯვება და დამარცხება ერთმანეთთან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენებმა იცით, რომ
მეგობრები არიან, ასე ვთქვათ, გამარჯვება და დამარცხება, რამდენად რთულია დამარცხების ატანა, მათ შორის თქვენც თუ გქონიათ კარიერაში შემთხვევები, როცა რაღაც ან ბურთი ვერ აიღეთ, ან დამარცხდით, როგორ გადაიტანეთ აი ამ შესახებ რო ვისაუბროთ? ეხლა სწორად უნდა გამიგოს მსმენელმა, რომ იცით რა არის, თან თქვენი გულშემატკივარი ძალიან მომთხოვნია. იმ პერიოდში მით უმეტეს იყო ძალიან მომთხოვნი და ხშირად არ ყოფილა დამარცხება თბილისში, პრაქტიკულად წელიწადში ერთხელ თუ მოხდებოდა თბილისში. თქვა მოწინააღმდეგეს რო გაემარჯვეს ფენზე. გარეთ ორი დღე მაინც არ გამოვდიოდეთ რა მაყურებელთან რო არ ქონოდა თქვა შეხება რო ახლა წააგე თამაში და სადღაც რო გამოჩდე რაღაც სამხიარულო იმებში და იმას ვერ იდებოდე. რაც ნამდვილად იყო იმას ვამბობ, არაფერს არ ვიგონება ახლა. და ვერ იდებოდე მომავალ თამაშამდე, მაინც ვერ იდებოდე, მაინც ვარჯიშები იყო სულ და აი ამ სიტუაციებს ვერ იდებოდე და ეს იყო ჩვენი ფსიქოლოგიურად როგორი იყო? ხო, ნუ ფსიქოლოგიურადაც, იმიტომ რომ იცით რა არის მეორე თამაშიც ახლა მაყურებელმა მაგას ფიქრობთ რომ მეორე თამაში ყველანაირად ვცდილობდით რომ აი ეს თამაში შეიძლება მეტოქემ გაჯობოს. ნუ ახლა თავზე ვძალა ხო არ არის. ხო და ვცდილობდით ყველანაირად რა რომ მაყურებელმა ისევ ის ტაში დაგვიგრას სტადიონზე. ხო, მიჩვეული იყო ჩვენი მაყურებელი ყოველთვის გამარჯვებებს და მით უმეტეს სახში. მით უმეტეს სახში, თუმცა აი მაინც მინდა ეს თემა ამოვწურო, იმ შემთხვევაში თუ მარცხდებოდით, იშვიათად, მაგრამ მაინც როგორ უმკლავდებოდით ამას და როგორ რეაბილიტაციას როგორ ახდენდით? ანუ იწყებდით ვარჯიშს და ისევ მიზნისკენ მიდიოდით, ხო? ხო, ნუ ახლა მაღაზე ფიქრი რო გაგვეგზელებია, მეორე თამაშსაც წავაგებდი. ამიტომ ის უნდა დაგევიწყები, უნდა დავიწყებას მიეცემოდა ეს თამაში და თვითონაც მე მქონდა საშუალება ძნელი ამ თქვათ სადაც 4-5 დღის მერე იყო მეორე თქვათ თამაში და თეორიული მეცადინები იყო სად იყო რა შეცდომი და ამას ანალიზებს უკეთებდი და ვარჯიშებით მე უნდა გამოგესწორებია და არ უნდა დაგეშვა ეს შეცდომა მე მოწინააღმდეგეს ძლიერი სუსტი მხარეები ვიცოდი და უამრავი რაღაცები ეს ცნელების პრეროგატივა არის და დავიწყებას მე რო გვეფიქრა რა შეიძლება ორი თამაში ზედიზედ მიგვეყოლებია მაგაზე თუ ვიფიქრე სულ ნუ ის ორი დღე მაინც გარეთ რო ვერ გადიოდი იმ მაყურებელთან მაინც იცით რა არის ხანდახან არის მაყურებლები ისეთი რომ რაღაცა ისეთ გესწრის რომ ვერ მოითმენ და შეიძლება რაღაცაში გადაასდილიყო და ამიტომ ამას ვერ იდებოდი და არის ესეთი მომენტი მაყურებელიც თავისთავად სადღაც მართალია რომ თავის გუნდი აგებს ცოტა ემოციურად გამოხატავს ეს უნდა მოგესმინე და გამოფიშვა მეორე კურსი. არ მიგექცე ყურადღება. ბატონო თარ თქვენი დაკვირვებით რა არის აი გამარჯვებისკენ სწრაფვის მოტივატორი? ეს იყო ტაში, ეს იყო მაყურებლის სიყვარული, უბრალოდ შეგრძნება რომ გამარჯვებული ხარ, აი რატომ გინდოდათ რომ ყოფილიყავით გამარჯვებული? ზუსტად ის გითხარით რომ ჩვენ ისეთი მაყურებელი ქართველი მაყურებელია ძალიან მომთხოვნი ყველა სახეობაში, მაგრამ ფეხბურთში განსაკუთრებულად არა. აი გვინდოდა რომ მეორე მაყურებელ ისევ და ისევ ტაში დაეკრა, რომ ახლა ესეთი გუნდი, თბილისის დინამო იმ პერიოდში ესეთი გუნდი იყო, ნუ მოხდა თანხმედრა კარგი მწვრთნელების და კარგი ფეხბურთელების. მანამდე არანაკლები უდიდესი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს. თქვა ჩემპიონობა ერთხელ 64-ში იყო და იმის მერე სხვა წარმატებებს კი ბრინჯაო ის მაგრამ მე ჩვენი პლიადა მოვიდა და ცოტა გაგრძელდა ეს. ამიტომ მომთხოვნი იყო ერთხელ ჩემპიონები გახდნენ, სულ უნდა ქართულს ჩემპიონი გახდნენ. და ამიტომ მოდუნების საშუალებას მაყურებელის არ გაძლევდა. ანუ თქვენთვის მოტივატორი მაყურებელი იყო. მაყურებელი აუცილებლად მაყურებელი, აუცილებლად პირველ რიგში მაყურებელი. ბატონო თარ წარმატების შესახებ მინდა დაგისვათ კითხვა ამ კუთხით ზოგიერთ ადამიანს წარმატება აფუჭებს თავში ავარდნა და სხვა გამოვლინება თქვენთან თქვენი დაკვირვებით რა ტიპის ადამიანებს ემუქრებათ მსგავსი საფრთხე და თქვენ როგორ გაუმკლავდით ამ ცდუნებას შესაძლოა თქვენც გქონდათ იცით რა არის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ესე რა თქვენ ბძანეთ ახლა წარმატების პერიოდში შეიძლება მე რაღაცნაირად ეგონია რომ ყველაფერი მისწია და უკვე შესრულებულია
ერთი მომენტი მქონდა მე მომენტი 79 წელს ჩვენ თასი რომ მოვიპოვეთ და საუკეთესო მეკარე დამასახელი საბჭოთა კავშირი და მე ახლა უკვე მეგონა ერთ თამაში რაღაცნაირად არ გამომივიდა მეორე თამაში ტყობა დამთავრებულად მივიჩიო ამ ხედა საბჭოთა კავშირში ქართულ პირველ ნომრად რო დაასახელენ ერთადერთი იყო სერგო კოტრიკაძეს მისცეს 62 წელში 62-ში საუკეთესო მეკარე და მეორე ქართველებში ვიყავი მე და არ გამოვიდა ცოტა ხნის მერე ჩემ თავს უთხარი ეგრე არ გამოვა თუ არა შეიძლება სულ ჩაიძირო და რაღაცებზე ფიქრიც დავანებე თავი და ისევ ძველებურად და ისევ იმ რეჟიმი და იმ კონკრეტულ ეპიზოდში როცა რაღაც თითქოს წარმატება ზედმეტად ასე თქვათ შეირგეთ ასე დავარქვათ იმ პერიოდში ცოტა ფორმიდან ამოვარდით ამას გულისხმობთ? ო რაღაც ფორმიდან ამოვარდნა არის ესა შეიძლება რეჟიმის დარღვევა არა იმ პერიოდში როცა ეს არ არის საჭირო ყოველთვის არის ესე დრო არის როცა ადამიანს განტვირთვა ჭირდება და რაღაცების განტვირთვა თვითონ წვენების გეუბნებოდნენ ამას რა დროს ყველაფერი ზომიერად უნდა გაკეთდეს და შეიძლება გადაჭარბებით ხდება აი იმ მომენტებში ხო აი გადაჭარბები და იმიტომ ისევ იმ რეჟიმში ჩავჯექი თქვენ თვითონვე მიხვდით რომ ეს აუცილებლად და მე შეიძლება თუ გააგრძელებ ვერ გამოასწორებ და მე ამ გუნდს დაგატოვებიებენ და ვიც უკეთესად იქცევა იმას მოიყვანებენ კი ბატონო ნიჭიერი სპორტსმენები ასე იკარგებიან კი ბატონო ბატონო მას შემდეგ რაც სპორტსმენი სხვადასხვა წარმატებას მიაღწევს და სხვადასხვა ჯილდოს დაიმსახურებს მის ცხოვრებაშიც დგება პერიოდი როდესაც უნდა დაემშვიდობოს მაყურებელს ტაშს და დაუთმოს ახალ თაობას ადგილი. ამ პერიოდის შესახებ რო ისაუბროთ, რამდენად რთული იყო ეს? ძალიან რთული არის, იცით რა, ახლა მე თბილისის ნავში 11 წელიწადი ვიყანო მანამდე ქუთაისში, სოხუმში, ზუგდიდში თავისთავად ძალიან დიდი ზღავი არის სკოლა და აი ამ ჩემპიონატი რო დამთავრდა, სოფლიო ჩემპიონატი და მესის რო უყურე ის რო ტიროდა რა ყველაფერი გავიხსენე ეს ჩემ დამთავრება ძალიან რთული არის ახლა მხლა ფეხბურთელი ყველა მინდა ის რონალდოს დიდი ფეხბურთელები როცა ამთავრებენ ესე იგი პატარობიდან ჩემი ბავშვობიდან ამ მესის რო შევხედე არა გამახსენდა ყველაფერი რა მე დამთავრებას გამახსენდა ნუ თავისთავად როდესაც უნდა დაამთავროს და ძალიან რთულია. ძალიან რთულია და ჩემთვის რთული რო იყო რა სხვა სფეროში არცად არ გამიხედია და არც მიმუშავია. დღესაც სპორტში ვარ და აი რაც დავამთავრე იმის მერე სპორტში მწვრთნელიც ვიყავი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეროვნული ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი ვიყავი. მე კლუბებში ვმუშაობდი. ახალგაზრდული ნაკრების თავარი მწვრთნელიც ვიყავი და დღესაც აკადემია არის ზუგდიდში ფედერაციის გახსნით და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ სპორტული მიმართულებიდან როცა საორგანიზაციო იქ ახალგაზრდებმა უნდა იმუშაონ. არა ერთი ტაიმი შემიძლია კიდე გავძლო, მაგრამ ორს ვერ გავძლე. კი ბატონო, ამიტომ ასე თქვა დარჩით ამ სფეროში. ხო, ამ სფეროში ახლა რაც იცი იმაში ახლა როცა აქედან გადახტები რო არის ისე სფეროში და იქ რო გაგიფუშტეს საქმე, ეს მამა ჩემისგან მაქვს ნასწავლი რა. რაც იცი, რაც გეხერხება, შეიძლება ესე შეცდომა დაუშვა, საერთოდ სულ სხვა ადგილას ამოყო თავი. კი ბატონო. და ამიტომ რაც იცი იმ სფეროში, ინჟინერმა თავის საქმე დაგედო, ფეხბურთელმა თავის სპორტსმენმა. ორივე პურემ უნდა აცხოს. თანამედროვე ეროვნულ ნაკრებს როგორ შეაფასებთ? ძალიან უყვარს გულშემატკივარს და ძალიან ბევრჯერ გაგვახარეს, თუმცა ყოველთვის უფრო მეტი გვინდა ბუნებრივი ამაზე ვისაუბრეთ უკვე ზუსტად. თქვენ როგორ შეაფასებთ? ჯერ ერთი აი ამ ნაკრებიდან უფრო წინა ნაკრების კარგი თაობაც რო ყვა და ეს კენკლაძე არველაძეები ბიჟნებსაძე კობიაშვილი ეს ბიჭები ნაკრებში მე ამ რამდენი წელი მუშაობდი ნაკრებში მე კარგი მწვრთნელი და ჩემ ხელში გაიარეს ან კახი კალაძემ და ყველა ამ ბიჭებმა და ძალიან კარგი პლიადა იყო ეს აი დიდ წარმატებას მაინც ვერ მიაღწევს მაგრამ კლუბებში კარგ კლუბებში თამაშობდა სულ ყველა მაგრამ იმ პერიოდის შესარჩევი ცოტა რთული იყო. ამ პერიოდში უფრო შედარებით
შეიძლება რომ მოხდე ხო ხედავთ 1000-ნაირი გათამაშებები მიმდინარეობს ეხლა 68 გუნდამდე თუ რამდენი უნდა გაზარდონ და ყველა იმ პატარა ქვეყნის ნაკრებებს აძლევენ საშუალებას რომ თუ შეგედია გამოიჩინო თავი და იქ პირდაპირ აი გიგლაზე და იმათ პერიოდში არა პირდაპირ იტალია, ინგლისი და ჯგუფში ესეთი ძალიან ძლიერი გუნდები ყავდა ცოტა რთულიც იყო ამიტომ ამ ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით ეს ძალიან დიდი სიხარული მოანიჭეს თავის ქვეყანას ჯერ ერთი და თავის იმიტომ რომ რაც შეედოთ ყველაფერი დადეს და ძალიან დიდი ზეიმი იყო. ხო, ნუ ძალიან დიდი ზეიმი იყო და გასახარებელი არის და მომავალშიც ველოდებით კარგ შედეგებს. მაგრამ ცოტა მეტი უნდა მუშაო, ცოტა მეტი უკეთესი ფეხბურთელები არა 4 და შემატკივარი და მაყურებელი 4 და 5 კაციც ფონდს გასვლა ცოტა რთული არის. უნდა ესეთი მაგარი ფეხბურთელი უნდა ყავდეს 9 კაცი მაინც ძირითადში და ნუ ნელა კიდევ გამოჩნდებიან პარაცხელიები, მამარდაშვილები კიდევ გამოჩნდებიან ბიჭები. ეხლა ნუ მიწყენენ დანარჩენები ყველა არის გადასარევი ბიჭები მის ნაკრებში, ვისაც გამოიძახებენ ფეხბურთელზე მე ცუც ვერ მათქვევი, მაგრამ ყველაზე მაგრამ ეს თანდათან გვექნება უკეთესი და უფრო უკეთესი შედეგები. არ არსებობს საქართველოში. არავინ არ ელოდა 64-ის მერე თუ რამე მოხდებოდა, მაგრამ ჩემპიონების გახდეს ევროპის ჩემპიონებს ავიღეთ 1000 ამ ხელა 1000 ფობელს და 1000 და მოაჩვენეთ იქნება ეს გამარჯვებები. რა თქმა უნდა, გამარჯვებები წინ არის. ბატონო ოთარ, უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის და ასეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. ჩვენს მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უსმენთ და უყურებთ პოდკასტ წარმატების ისტორია. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. ჩვენი ეპიზოდის სტუმარი იყო ლეგენდარული მეკარე ოთარ გაბელია. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.